გიორგის ტრანზაქცია და მე აირია, ეს არის სიმართლე და დაუძახოთ გიორგის და გვიმღერებს და არაჩვეულებრივი გიორგი. ჩემოგენიოსა მოვიდა გიორგი. გიორგი, პირველ რიგში მადლობა მომბრძანებისთვის. გესმოდა ჩვენ თამაში? დაჯექი გიორგი. მე მგონი ეს გიორგის ასაკის თამაშები უფრო მე მგონი ყველას გამოიცნობდა გიორგი. მაგარია ეს თამაშები არ გააჩერე. გვისმოდი? გეცინებოდა? აბარა. ისე რა. შენი მიზანიც ეგ არის რომ ხალხი გავართოთ თორე აბა ეხა შეჯიბრეკი არ არის. მოკლედ მე ვთქვი რომ ახლა ჩემი ნერვები ცოტა არ არის მწყობრო და შენ უნდა დავარცხო. მდგომარეობაში და შენ უნდა დაგვამშვიდო სიმღერით. იცით რომ შენ არაჩვეულებრივად ღერია ჩვენ მაყურებელმა უკვე იცი, მაგრამ მოდი, საიდან დაიწყე სიმღერა, როდის იყო ის პირველი გამოცდილება, როცა მიხვდი რომ სიმღერა შენია. ხა რა თქვა დაახლოებით 20-30 წლის წინ ვიდეო გამოიწვია. მოგესალმებით თქვენ. მოგესალმებით ჩვენ. თქვენს მაყურებელს და მადლობა. და ყველას უსურვებ, რაც თავარია, კარგ და წარმატებულ დღეს. დიდი მადლობა. გადასარევი სურვილები. რაც შეეხება ჩემს სიმღერას. ხო. მე დავიწყე საკმაოდ პატარა ასაკში სიმღერა. ჩემმა მშობლებმა ალბათ შეამჩნიეს ჩემი ნიჭი დაახლოებით 5 წლის ასაკში და შემიყვანეს სიმღერაზე. შემდეგ დავდიოდი სხვადასხვა სტუდიებში, ხოლო ეხლა დავდივარ ვოკალის აკადემიაში და ჩემი პედაგოგი არის მანანა მორჩილაძე. მოვიკითხავ ძალიან მიყვარს დიდი სიყვარული. მოვიკითხოთ დიდი სიყვარული. გიჟდები ისე მიყვარს და მე ყველა მისი მე ვიცი როგორ გულით ასწავლის ის. დიახ, მართალი ხარ. ხო. და ასევე წელს ჩავაბარე ევგენი მიქელაძის სამუსიკო სკოლაში და ჩემი ვოკალის მასწავლებელი არის უსაყვარლესი დოდო დიასამიძე. მასაც ასევე მოვიკითხავთ. ისე მე მინდა გითხრა რომ 12. ხო, არაჩვეულებრივი გუნდი ყავს ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელს, რომლებიც არაჩვეულებრივ რეპერტუარს ძალიან კარგი პედაგოგით და მოვიკითხავ თქოს შენ შემოქმედები ჯგუფ. რას გვიღერებ დღეს? დღეს მე გიმღერებთ მედროგე პავლეს რა კაია. და ვეცდები რომ დაგატყობ. ეხა ამან ისე კითხე ინტონაციით რომ მე მეგონა ეთყოდი თოლიას. ხო იცი ეგ ფილმი? კი. ეცოდინება. და სიმღერის გარდა რა ინტერესები გაქვს ეხა ფეხბურთი რაღაცა კერლინგი, კინო, მუსიკა, რავი, მუსიკა ესე. საცალია ბავს არის. როგორ არცალია. ზოგადად მაქვს დატვირთული გრაფიკი, მაგრამ როგორც ყველა ბავშვს, ასევე მეც ძალიან მიყვარს ფეხბურთი. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე, ვცდილობ ხოლმე რომ ვითამაშო და ასევე ძალიან როგორც ჰობი მაქვს თევზაობა და ბუნებაში სიარული. საუკეთესო ბავშვი. ანკესით ალბათ, ხო, ანკესით. ანკესით, ო. სპორტული თევზაობა თუ ისე? სპორტული თევზაობა. გამიხარდა ეს ბოლონაცი. აი, თევზები. ამ ხელათევზი, ხო, როიცი ახლა მე თევზები მოდერება, ამ ხელათევზი. აი, ხელათევზი. 72 კილოიანი თევზი. და ნიჭერია? ვაი, ეგ აიხურა, ხო, და მე მაღაზიაში რო ყიდულობ ხო რა, ვა. დიახ, რომ მე თევზი იძახის რომ მე მყავსო 72. კი, კაცო, 72 კილოიანი თევზი წარმოიდგენ ნანიკოზე ძიმე. ბუქი და არ მინდა ხაზდაში. შენზე ჩაყრე და ჩემზე ძიმე. სამაგერო გადახდილია, ვამღეროთ გიორგი მეც ავღელდი გენაცვალე რა. სამაგერო გადახდილი გაქვთ ხოჭო. კი ბატონო. გვიმღერე გიორგი. კი ბატონო. მიკროფონი, ხო, აი გვიბზავდი. მაშა ასე აბა, მაინტერესებს ძალიან. ჩვენთვის გიორგი შაშვიაშვილი სიმღერით მედროგე პავლე. არ ვახარებთ ამის მეტი რა დაგვრჩება
გასახარბაცა